საღამო მშვიდობის ყველას, მოგესალმებით. აბა როგორ ვართ? სალამი ყველას მეგობრებო. აბა როგორ ხართ? აბა როგორ ჩაიარა დღე მეგობრებო. მეც არ ამიშავს. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. კარტებს მოვამზადებ მეგობრებო თქვენთან ერთად. და დღეს რაზე გვექნება არ ვიცი, ლაივი, მაგრამ მაინც. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, გაიხარეთ. საღამო მშვიდობის, გაიხარეთ მეგობრებო, არ ამიშავს. თუმცა ცოტა ვერ ვარ კარგად, მაგრამ მაინც მოვედი თქვენთან. ვერ ვლაპარაკობ. მეგობრებო. აბა მეგობრებო, არ ვიცი, რაღაც ვერ ვარ. არ ვიცი რაზე გვექნება დღევანდელი ლაივი. არა, ნიშანდობლივ არაფერი მჭირს, მაგრამ რაღაც ვერ ვარ. საღამო მშვიდობის ყველას, მოგესალმებით, მოგიკითხათ დიდი სიყვარულით და მოკლედ ფიქრობდი ხა დღეს შემოსულიყავი თუ არა ლაივში, მაგრამ მაინც შემოვედი მეგობრებო. როგორც არის, მაინც შემოვედი, რა ვქნათ. არა უშავს მეგობრებო, არა უშავს, მე მაინც თქვენთან ვარ. მოკლედ ეხლა დავიწყებ თქვენი დახასიათებით. ეხლა მერტმა ახნას რომ მე უბრალოდ ტელეფონი გამიჩიშოს. აჰა, იტენება. ერთი წამით მეგობრებო. მოწყენა ვისუხდება ზოგადად, მაგრამ რას ვიზამთ. არ მომაქციოთ ყურადღება მეგობრებო. არ მომაქციოთ ყურადღება. სამაგისოთ, ეხლა თქვენც არ
არაუშავს. დავიწყებ თქვენი დახასიათებით. თქვენი ენერგიები მეგობრებო. მეგობრებო, გავიმეორებ კითხვაზე პასუხები არ მაქვს. ვისაც გაქვთ სურვილი დარჩენის დარჩით, ვისაც არა და შეგიძლიათ ასკროლოთ. თქვენი ენერგიები გარდატეხვის პერიოდი გაქვთ, გარდასახვის პერიოდი გაქვთ, რეინკარნაციას გადიხართ მეგობრებო. ეხლა გადიხართ ისეთ პერიოდს, რომ ხვალ ესეთები აღარ იქნებით. ხვალ თქვენი ცხოვრება არ იქნება დღევანდელივით. აი, რატომ? მიზეზია აი ეს. რატომ? არ ვიცი რატომ. ხო, ამ ადამიანმა შეგცვალათ. ამ ადამიანმა ტრანსფორმაციაში გაგატარათ. არა, ეხლა გეტყვით შესაბამის სიტყვას. ამ ადამიანმა ცხელ ორთქლში გაგატარათ. ამ წუთას დავიწყე, არ დაგაგვიანდათ. პირველი ორი ბარათია. ამ ადამიანმა ისეთ ტრანსფორმაციაში შეგიყვანათ მეგობრებო, რომ საერთოდ შეგცვალათ 360 გრადუსით. ცხოვრება შეგიცვალათ, ხასიათი შეგიცვალათ, სტილი შეგიცვალათ, ნერვები შეგიცვალათ, ადამიანობა შეგიცვალათ. საერთოდ შეგცვალათ მეგობრებო. რადიკალურად შეგცვალათ მეგობრებო. კიდევ ნახეთ ქვემოდან უბრალოდ რა სურათია. არა მოვიღებ ახლა ამას. ჩავაბრუნე. თქვენი ენერგიები. ესე სამყარომ გიგაგუნათ, ესე გიგაგუნათ. გაიღვიძე, გამოფხიზლდი, გაიღვიძე. არა, ხო? არა. არა და არა. ამიტომ აი, მეგობრებო, ისეთი ადამიანი გამოგიგზავნათ, რომელმაც გამოგაღვიძათ საამისოდ. ხო. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, ცხოვრების გაგრძელება, ახალი სიყვარული, ახალი ურთიერთობა, ახალი მომავალი. ნახეთ? სამყარო გიგზავნით ახალს მეგობრებო. ახალს. თქვენი ენერგიები. ბედი, სანამ ბედის ბორბალი არ ჩაირება თქვენ ცხოვრებაში მეგობრებო, არაფერი არ გამოდის, ხო? ხო. არ გამოგდით მეგობრებო. აინც არ გამოგდით. თქვენი ენერგიები, თქვენი დღევანდელი მაპატიეთ. ფანტაზიები, ილუზიები, ეს გამიკვირდა ეს აქ რატომ არის? მოჩვენებითი გაცინება, ხო მეგობრებო? იგონებთ ამ ყველაფერს. ადამიანებს აჩვენებთ, რომ ბედნიერი ხართ. ვაი, თქვენ? ხო. ადამიანებს აჩვენებთ, რომ უბედნიერესები ხართ. აუფ, მეცხრე წაზე არებთ ხელს. ალბათ ციდან ვარსკვლავებს წვრიტავთ აჩვენებთ ადამიანებს, მაგრამ აქ შავი ხვრელია. დამალული, ნახეთ სკრიტი. ძალიან ცუდად ხართ, მაგრამ ამ ყველაფერს არ აჩვენებთ. ხო, ნახეთ? კონკრეტული თავთვალი, ყველას და ყველაფრის. ყველას და ყველაფრის ინტერესი გაქვთ. თქვენი ენერგიებია ესეთი. კიდევ თქვენც ხო გაკონტროლებენ და გაკონტროლებენ, მაგრამ თქვენც აკონტროლებთ. ვინ ვიჯობნის?
აჰა, გადავარდა კატი და დავით, შენთვის კითხვა უნდა დამესვა. აგერ ქალბატონს უნდა მიახალი არმი და ძველი მირჩევნიაო და შენც მასე ხო არ ხარ? ხა, რა სურათი გადავარდა. ვაი, მეგობრებო, მაპატიეთ. აი, რა სურათი გადავარდა და გამეცინა. თქვენი ენერგიები, მოლაპარაკებები, რაღაც იმედების დასახვა, გაგრძელება ურთიერთობის, თუ დაბადება ურთიერთობის, თუ სიყვარულის ნაყოფი, თუ რაღაც მსგავსი, ახლა თქვენი პოზიცია მოირგეთ, ვის რა გინდათ. ვის რაზე გსურთ ახლა საუბარი. რასთან დაკავშირებითაა ახლა ეს ორი ფოტო, ესე ორი ბარათი ამასონი. ხო. მოლაპარაკებები გქონდათ დღეს. ხო, საწინააღმდეგოს შეიძლება იყოს სიტუაციები, მაგრამ ცოტა კონფლიქტურიც, მაგრამ კი, ასეა თუ ისეა, რაღაცნაირად, ხო, ისე ჩაიარა, ცოტა ისე რა, 50-50-ზე. ანა მარია რატო გაგეცინა? ანა მარია რატო გაგეცინა? ლაივის მერე დაგირეკავ აუცილებლად. და მითხარი რატომ გაგეცინა? ხო. მოკლედ მეგობრებო, დავითმა გაგაცინა. გაგემოვნებაზე გაგეცინა, ხო? ისე რომ არ მოგეწონოს დავით, მე რა ვქნათ? დავით. გემოდაგირჩება განასინჯი, ხო? ასწავლე. მეგობრებო, ვიცინი ვარ ძალით, ოღონდ დედას ფიცა ვარ. თუ დაიჯერებთ, ვერ ვლაპარაკობ. ხო, დავით, ახლა ნახე ქვემოდან როგორი სურათია დრო და ჭრილობების მოშუშება. ახლა შენ თუ მაპატიე ხო ესეთი საუბრისთვის, მეგობრებო, ვარ ძალიან პირდაპირი. ხო, ვარ ძალიან პირდაპირი მეგობრებო, მეგობრულად არ ვიწყინოთ ერთმანეთის საუბარი, ოღონდ ნამდვილად. ახლა მაგის პასუხია და დაგემოვნების მერე ეს დაგემოვნება საით წავა მე არ ვიცი ახლა თუ წავა იქითკენ რომ უბრალოდ თქვენ ჭრილობებს მოიშუშებთ და მერე ისევ გააგრძელებთ ცხოვრებას მე არ ვიცი. ხო, მაგრამ ხო, ამ დაგემოვნებას მოყვება მე ადამიანების ცხვირის ჭაყოფა. ხა, ლუბაპიტნა ვარვარები რა, მეგობრებო, ხო იცით ახლა როგორ ციციანა. ხა. თქვენი ენერგიები. მე დავით არ მიწყინო ძმურად. თქვენი ენერგიები. არა, კითხვა პასუხი არ მაქვს. მოკლედ მეგობრებო, ძალიან ვცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას, თქვენი ცხოვრების გამოსწორებას ძალიან ვცდილობთ. ხელყოფა გააქვთ, კი, ძალიან ვცდილობთ, ნახეთ. ხელით, თქვენი საკუთარი გონებით, საკუთარი ინტუიციით, საკუთარი ანუ თქვენ თვითონვე ვცდილობთ, რომ თქვენი ცხოვრება გამოასწოროთ უკეთესობისკენ. მივესალმები ამ ყველაფერს, კი, ძალიან კარგია. კიდე თქვენი ენერგიები, ხო, აი, ნახეთ, ძალიან ვცდილობთ. არ ვიცი რას ვცდილობთ, ამ ახლანდელ ურთიერთობის გამოსწორებას ვცდილობთ თუ ზოგადად ცხოვრებაში გინდათ რომ საერთოდ კიდევ სხვა რაიმე მართლა სცადოთ, ეს კიდევ სხვა თემაა, თქვენ უფრო მიხვდებით, ვის წარსული უნდა, ეგერ აღიარა ერთმა და ვის ახალი უნდა, ვის ძველი უნდა და ვის ახალი. ხო, ნუ ვის რომელი გინდათ, ეხლა თქვენ მიხვდებით, მე რასაც ვსაუბრობ, მეგობრებო, ამიტომ კი ერთბედნიერ დღეს გექნებათ ამის შესაძლებლობა
ამის საშუალება აუცილებლად გექნებათ. კი ნახეთ? ხო, აუცილებლად გექნებათ მეგობრებო. თან ამ ყველაფერს ამბობთ, რომ თავდაჯერებული და იფიცებთ, უფალთან დებთ პირობას, რომ თქვენ ამ ყველაფერს გააკეთებთ. ო, ჰა? კი მეგობრებო. ამ ყველაფერს ძალიან ვცდილობთ. ყოველ შემთხვევაში სურვილი გაქვთ. რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს, ახლა სიტუაცია თქვენი ცხოვრებისეული გამოსწორდეს თუ პარტნიორთან, ახლანდელ პარტნიორთან გამოსწორდეს, ეს უკვე სულ სხვა თემაა. კი, გასაგებია დავით, მიღებულია შენი პასუხი. ამიტომ ნახეთ, თქვენი ტრანსფორმაცია ხდება ახლა. იქ ჩვენ გვაჩვენა გარდასახვა, გარდატეხვა, რეინკარნაციას გადიხართ. ამიტომ იყავით თავდაჯერებული იმაში და უფლის რწმენა იქონიეთ იმაში, რომ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება ხვალიდანვე, იმიტომ რომ ხვალიდან უკვე თქვენ აღარ იქნებით ისეთები, როგორებიც ხართ მეგობრებო. კი, გარანტიას გაძლევთ იმისას, რომ დაიწყებეთ თქვენზე ჭორაობას. რატო შეიცვალეთ? რისთვის შეიცვალეთ? რა იყო, ვინ იყო ამის მიზეზი და რატომ იყო ამის მიზეზი? რა მოხდა? ხო, აუცილებლად დაიწყებენ თქვენზე მithქმა, მოთქმა, ჭორებს, ვინ სად რა როგორ ოდეს. ხო, ელოდეთ ჭორაობას. თქვენი განხილვი, თქვენ იქნებით განხილვის თემა. აი ახლა თქვენი ცხოვრება რო შეიცვლება და ეს ნამდვილად შეიცვლება 100%-ით გარწმუნებთ. ხო, ყველა დაიწყებს თქვენზე მithქმა, მოთქმას, რომ რა მოხდა. ახლა ვინ სასიამოვნოდ დაიწყებს მithქმა, მოთქმას და ვინ არასასიამოვნოდ. ჭორის სახით. ხო. ძალიან მალე მეგობრებო, აი ქვიში საათი, ძალიან მალე, აი თქვენ რო არ გონიათ, ისე მალე მოხდება ეს ყველაფერი. თქვენ ძალიან კარგად იცით, ახლა მე რასაც ვსაუბრობ. თქვენც იცით ეს. ხო. თუმცა გარწმუნებთ 1000%-ით, რომ ამოისუნთქებთ, ძალიან თავისუფლად იგრძნობთ თავს. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს, რა სიტუაციაში იქნებით. ერთი იმაში იყავით დარწმუნებული, რომ ამოისუნთქებთ. ხო, და დაბალანსდებით, ხო, აი მეგობრებო, ბალანს ნახავთ, კი. ბალანსი აუცილებლად გექნებათ. ესეთ სიტუაციას უახლოვდებით, რომ აუცილებლად გექნებათ ბალანსი. რა თქმა უნდა, კარგი. რა თქმა უნდა, კარგი მეგობრებო. ეხლა რაღაც უნდა მოვიცვა, თორე ძალიან შემცირდა. სულ მცივა ჩემო ძირფასებო, კურტკით ვზივარ ხოლმე. კურტკით ვზივარ ხოლმე. მე ჩავიცვი. მეგობრებო, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არ მაქვს კითხვაზე პასუხი, ნუ აკოპირებთ. ეხლა მინდა ჩაიფიქროთ თქვენთვის სასურველი ადამიანი და გავარკვიოთ მისი ენერგიები. როგორია მისი ენერგიები დღეს? როგორია მისი ენერგიები დღეს? ეხლა მინდა მისი ენერგიები ესე წავიკითხო. აი, როგორ ფიქრობდა დღეს? ეს ადამიანი დღეს ფარულად რაღაცას მსჯელობდა. შეიძლება ფარულად გითვალთვალებდათ. ხო, ამ ადამიანს იმდენად დიდი სიყვარული აქვს თქვენთან მეგობრებო. რომ აი არ ვიცი რა გავაკეთო. ხო, ეს გვიშინდელი თემასთანაა ახლოს. რაღაც SMS-ებს წერაზე, რაღაცის წერაზე. შეიძლება ეს ადამიანი ხელი რაღაცას აკეთებს. თქვენ შორის სხვაობა. თქვენ შორის სხვაობა. თქვენ შორის არის რადიკალური სხვაობა. მენტალური, ფიზიკური, მორალური, ფსიქოლოგიური, რელიგიური, ასაკობრივი, კანისფერი, თმისფერი და
ხო, რაღაც ისეთი. ამ ადამიანს შეიძლება აკლდეს მშობლის სითბო კიდე და თქვენ გარღებულობთ ამ ყველაფერს, თქვენ აძლევდით ამ სიყვარულს, რაც მე არ მომწონს. ხო. ეს კიდევ რა, ძალიან ტკივილს აყენებს ამ ადამიანს ახლა ეს ყველაფერი, რომ თქვენ მასთან არ ხართ. ძალიან დიდ ტკივილს აყენებს, ანუ საუკუნეაო, ამბობს, საუკუნედ გადაიქცა მისი ცხოვრება. არ ვიცი ხა რა ასაკზეა საუბარი აქ, მაგრამ ამბობს, რომ საუკუნედ გადაიქცა ცხოვრება. დროში გაიწელა ყველაფერიო, ამბობს მეგობრებო. თუმცა ამ ადამიანს სურვილი აქვს რატომღაც იყოს თქვენთან სამართლიანი. მე არ ვიცი ახლა თქვენ რამდენად გჯერათ ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ ესე საუბრობს. თუმცა ამბობს, რომ ძალიან მიყვარხარო, ხო. იქნებ ამ ადამიანსაც აქვს რაღაც წარსულში გული ნატკენი, იმიტომ რომ აქ მოკერილს ხედავთ, ხო? ხედავთ აქ მოკერილ გულს, რომელიც თითქოს და ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ რაღაც წარსული გულის ტკენები აქვს ამ ადამიანსაც. ეხლა ეს თქვენთან იყო თუ სხვა ცხოვრებიდან მოდის, თქვენამდელი ცხოვრებიდან მოდის, ეს მე არ ვიცი. ეხლა თქვენ უფრო გეცოდინებათ. გავაგზავნებ. ტრანსფორმაცია აქვს ამ ადამიანსაც, მეგობრებო. ეს ადამიანის ტრანსფორმაციას გადის. და ძალიან რთული პერიოდი უდგას ამასაც. კიდევ მისი ენერგიები. ეს ადამიანიც იმყოფება მithkma-მოთქმის წრეში, მინდა გითხრათ, თუმცა ძალიან მყარად დგას, ძალიან ბევრი ჭორები დადის მის ირგვლივაც. ეთყობა ერევიან მის ცხოვრებაშიც. ხო, თუმცა ეს ადამიანიც ნახეთ თქვენსავით ბედნიერებას ასხივებს. თუმცა ბალანსში მაინც ახერხებს ყოფნას, ასეა თუ ისეა. ხო, იმიტომ რომ ამ ადამიანმა საკუთარ თავს პირობა მიცა. ისი პირობა, მეგობრებო? რომ იქნება ძლიერი. აჰა, სამყარო მიიყვანა იმ ზომამდე, რომ რაღაც ფიცი დაედო, რაღაც შეპირდა სამყაროს, მეგობრებო, ამ ადამიანმა, ნახეთ? ამ ადამიანმა რაღაც ფიცი დადო სამყაროსთან. მეგობრებო. რა სიტყვით ახლა? მწონთ? რო გაჩვენეთ. ნახეთ? ამ ადამიანმა თითქოს ფიცი დადო სამყაროსთან. ხო. რომ რა ფიცი დადო? მისი ენერგიები ამასთან დაკავშირებით. რა ფიცი დადო, მეგობრებო, საინტერესო დრო. ნახეთ, მეგობრებო. რომ მოუჩქაროს ფეხს. თორე შემოაბერდა. მიხვდით ახლა რაშია საქმე? აი, მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ ახლა. იმდენად მოუგვიანდა მეგობრებო ამ საწოლავს, რომ ნახეთ, დაბერდა. თქვენ ხო დაგაბერა და თვითონაც დაბერდა. ვერ ხდება იმდენს, რომ ნელი დაბერდა ადამიანი. ამიტომ სამყარომ მისცა დრო, ამ დროში უნდა ჩაეტიოს და დრო ილევა უკვე იწურება. გამარჯობა, здравствуй, ასე უთხრა სამყარომ, здравствуйте. ერთ ბედნიერ დღეს ელოდეთ მისგან გამოჩენას. ხო, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ აქვს.
არა. სხვა გზა არ აქვს. ეს შეიძლება ხვალაც იყოს ეს ბედნიერი დღე. Возобновление. შეხედეთ რა წერია მეგობრებო? სრულყოფილება და განახლება, სრულყოფილად განახლება ურთიერთობის. გადაწყვეტილება. Удачный день. Evet. ხა. ენერგია, რესურსები. ენერგია და რესურსები. მომატება, ენერგიის მომატება. აი ცეცხლი მოიმატებს. აი რაღაცნაირად კი. გააქტიურდება მეგობრებო აუცილებლად. იმიტომ რომ სხვა გზა აღარ აქვს უკვე. აქამდე რაც იყო, აღარ იქნება ისე. იყო და რა იყო რა. რა იქნებოდა ნეტარა. შეყვარებულთა ქუჩაზე ისე რომ გამოედარა. აი ესე. ხო. გამოიდარებს მეგობრებო. საცოდავი ამის დღე. ერადაღურე მილისახისა, სად გადავაგდო ეს სურათი არ ვიცი. ანა მარია. აგი უნდა გამოგიგზავნო შენ. ეს ფოტო ლიჩნად უნდა გამოგიგზავნო შენ. რაში გავხვიო არ ვიცი რომ არ გაფუჭდეს. ხო და რო გიყვარს, იმიტომ უნდა გამოგიგზავნო შენ. ახლა ერთით ნაკლები თუ იქნება ეს დასტა არა უშავს კაცო. ყველა ჯერზე იგულისხმიდე, იდევი წინ და უყურე. ხო. მისი სახე დღეს. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს მოყავისფრო თაფლისფერი თვალები, შეიძლება ყავისფერი ან თაფლისფერი თვალები. ხო. ესეთი თვალები შეიძლება კონდეს. ხო, ამ ადამიანს კიდევ შეიძლება კონდეს ერთი წუთით მეგობრებო, ხა მინდა აი უბრალოდ თქვენამდე მოვიდანე, მართლა საწყალი თვალები. აი რო შეხედავ, გეგონებათ რომ ამის გემი შეიძირა. ეხლა შეიძლება გაუყარსავიც იყოს, აი ამ მომენტში ეს ადამიანი შეიძლება გაუყარსავიც იყოს. არა, გაღმა არ გასულა. პროსტად შეიძირა გემი. თვითონ არ გასულა კაცა. მას კი არ კლავ. ხო, ხანდახან შეიძლება რა იცოდეს, იცი ესე ტუჩების მოკუმბა იცოდეს შეიძლება. ხო, ასე შეიძლება კი. საწყალი გამომეტყველები დაადღეს. აი სულ ასეა. ძალიან ტიჟოლაე პალაჟენი აქ. ანა მარია, შენ რომ იცი თქვა, ტიჟოლაე პალაჟენია. ხა. Yes, გაგიხარდა, ხო? და ნახეთ მეგობრებო, კომენტარ რა სურათია? სამართლიანად. დამსახურებულად. დაიმსახურა მეგობრებო, თითქოს და. მე არ ვიცი ხა ვინ რა დაიმსახურა, მაგრამ ხო. ეს ადამიანი სამართლიანად ხო, წამიყვანე მიშველეო, ხო. ხო. ეხლა კი ნაღამუცებ თქვი, ჩემი შვილიშვილი რას მიძახის შვილა რო უნდა. ლამის ჩემი სახელი ვთქვი ახლა აქ. მეგობრებო. ეს ადამიანი აუცილებლად გააქტიურდება მეგობრებო, დედასფიც არ. აუცილებლად გააქტიურდება. თითქოს რაღაც საჩუქარს გიკეთებთ, თითქოს რაღაც სიურპრიზს გპირდებათ. ჩემი ბრალი არა. თვალს მოიცადე
თვალს ვახელ და მოვდივარო, ვინც არაა დამალული, ჩემი ბრალი არაა, ხო? კუკუ მალულა, ტყიდან გამოპარულა, დაეჭირეს ხრამუნა, შეხტა შეახრამუნა. ხო. დედა რა ბავშვობა მქონდა, რა კაი იყო? მე და იმ დროს მეგობრებო, 7 მეტროიანი რეზინით რო დავდიოდი. 7 მეტრიანი რეზინით დავდიოდი. თამაშობდით რეზინოვანას. დრო იყო მაშინ. რა ინტერნეტი, რის ინტერნეტი, კაცა. იმდენი სინიაკები და იმდენი შრამები მაქვს მეგობრებო, რომ მე ამკითხოთ. ხან ჭიქით გავდიოდი საწუწავდო და ხან ბანკით და ყველა ჯერზე ვიქცეოდი და იმდენი ნაკერი და იგენი მაქვს შრამები მეგობრებო, ვერ დაითვლით. ძალიან მარცხიანი ბავშვი ვიყავი. ხო. მოკლედ მეგობრებო, ელოდეთ ამ ადამიანიდან, ამ ადამიანენ ნაბიჯებს ელოდეთ და გაოცებებს, გაკვირვებებს, სიურპრიზებს ელოდეთ. კი. ამ ადამიანის სურვილია ეს. მე არ ვიცი ახლა რა იყო წარსულში და რა გულისტკენები იყო, მაგრამ ამბობს იმას, რომ ახლა აიხო გეუბნებით ეს ადამიანი ტრანსფორმაციას გადის და აი ელოდეთ მისგან აი ესეთ სასწაულებს. ძალიან კარგი იყო ბავშვობა. ერთადერთი რაც კარგი მქონდა იყო ბავშვობა. ხო. ნამდვილად კარგი ბავშვობა მქონდა. მთელი 3 თვე სოფელში რო წავიდოდი, მთელი 3 თვე ამ სოფლის თავიდან იმ სოფლის თავში მივდიოდი ფეხით. თან ვიყავი ისეთი სუსტი მეგობრებო, სუსტი, გაი ძვალი და ტყავი. ძალიან სუსტი ვიყავი. შენ ახლა ვისაყენებ შეურაცხყოფას, მე თუ ილია მეორეს? საცოდაო, რა ცოდვა ხარ იცი, ვინც ხარ ახლა, რასაც წერ? საცოდავი შენი დღე. ძალიან ცოდვა ხარ იცი, მე ცოდები. საცოდაო, ვაიმე. შენ რო აკეთებ ახლა ეს რა? მაგალითად, კაი, მე ცოდვილი ვარ, მაგრამ ახლა შენ რო აკეთებ, ამას რა ქვია? ირაკლი. დაახვი აქედან. კაცურად და ვაშკაცურად. რას უძახ შენ ღვთიურ სამსახურს? გინება ღვთიური სამსახური? საწყარი. შემეცოდა. თან ძალიან მაგრა შემეცოდა. რა ცოდვა ასეთი ადამიანები ღმერთო. სულით ბოროტები. ეხლა ვისაყენებ და შეურაცხყოფას, მე თუ ილია მეორეს, ვაი მაგის პატრონს ვერდორს. ზრდელია, რა ოჯახში გაზრდილია არ ვიცი.
ხო საწყალ ნუ რა ვქნათ ახლა კუმფეხი გამოყო მანიკურები წამისვითო და მე მანიკურების წასასმელად მეგობრებო სალონში დავდივარ ახლა ხო აღარ ვყიდულობ ამიტომ რომ ნუ რა გავაკეთოთ ახლა ვერ დავპატიჟე მანიკურებს მე ბოდიში მე არავის არ ვუხტები არსად და ესეც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ვაყენებ ჯერ საკუთარ თავს არ მივაყენებ სამაგისოდ ნერვებს არ დავიღლია ჯერ ვითომ მე მაყენებ შეურაცხყოფაზე ილია მეორეა უზრდელი თავხედი ჯერ როგორ ბედავს შედარებას შეგნება 0 0 მოკლედ მეგობრებო არ ვიცი დღეს რაზე გავშალობ მოკლედ ლაივი მეგობრებო ხო ეთყობა რო რიგდებოდა მაგის ადგილი იქ არ იყო ჩერეთში რა თქმა უნდა არა სადმცალია ხა ვინმეს ნერვების მოსაშლელად მეგობრებო არავის ნერვების მოსაშლელად არ ცალია მოდი ნახოთ მართლა რას გეტყვით ტარო ტარო რა ინფორმაციას მოგაწოდებთ რა უნდა იცოდეთ მეგობრებო ზოგადად სადაა მორგანა მოვიდა მე არ გადამიზიარებია მეგობრებო ხო მე არ გადამიზიარებია მოდი ერთი წუთით იმდენად გავითიშე დღეს რა გადავაზიარებ მეგობრებო კი ერთი წამით აი დროსია არა მაინც ანტერა არ ყავს დოჩი არ ყავს მეგობრებო თუ კი მიგიწვდებათ დოჩისთან ხელი მე გადამავიწყდა ვისი თქმა სურს ტაროს რა უნდა იცოდეთ მეგობრებო რა უნდა იცოდეთ რა უნდა იცოდეთ მეგობრებო რა არის ის რაც უნდა იცოდეთ დავიწყოთ გაუგებრობა გაქვთ ბევრი რამე გინდათ რო იცოდეთ ძალიან ბევრი კითხვა გაქვთ პასუხ გაუცემელი ხო ეს შეიძლება იყოს სამკუთხედებთან დაკავშირებით ეს არის ხო სამკუთხედები პრობლემები ურთიერთობები თუმცა დამაკმაყოფილებელი პასუხით შედეგით ხო ეხლა ისი თქვა მინდა თვალი გაქვთ ისე მეგობრებო ამ თქნარებს ალბათ გესმით ხო ხვდებით ხა მე როდის რა მემართება კი გაუგებრობა გაქვთ ირგვლივ ვერ ხვდებით სად მიდიხართ საით მიდის თქვენი ცხოვრება ვერ ხვდებით ბევრი ფიქრობთ რა გზას დაადგეთ არ იცით ან საით მიდის თქვენი გზა რასაც მიუყვებით ესეც არ იცით ძალიან ბევრი რამე არ იცით და ძალიან ბევრი რამე გაინტერესებთ მაგრამ უყურეთ რადგან არ იცით საით მიდის თქვენი გზა ესაა ზუსტად სწორი გზა მეგობრებო რო იცოდეთ ისე ხო და ამ გზაზე შეშინებული მიდიხართ ამ გზაზე მიდიხართ შეშინებული ნეტავ არა მასე ანამარია აბა რო იცი ის გზა გაიარე უკვე შენ იცი რაც გეიარე ხო ეს უკანაა უკვე ხო რო იცი ის გზა უკვე უკანაა გამოიარე უკვე იგი შენ და იცი რაც იყო იქ
რაც არ იცი, ისაა ზუსტად მართალი. ხო. ძალიან ბევრი რამე გაინტერესებთ. ძალიან ბევრი. შეიძლება მეგობრებო, ზოგიერთები მართლაც კლასიკურ სამკუთხედში იყვეთ და ნებით თუ უნებლიეთ, მოყავით სამკუთხედში და შეშინებული უყურებთ ახლა ამ ყველაფრიდან რა გამოვა. გვერდიდან უყურებთ. დამკვირვებლის როლი გაქვთ მორგებული შეიძლება მეგობრებო. რა უნდა იცოდეთ ამასთან დაკავშირებით? რა გადაწყდება? პასუხს გაიგებთ ამასთან დაკავშირებით. თან ნახეთ, ისეთ დამაკმაყოფილებელ პასუხს გაიგებთ მეგობრებო ამასთან დაკავშირებით, რომ მეტი რომ არ შეიძლება. მაგი რო იცოდე არ იქნება ინტერესიანი. უინტერესო იქნება, ამიტომ არ ჩაეძიოთ. უბრალოდ მიყევით დინებას მეგობრებო. ხო. და რა თვალი გაქვთ თქვენ ვერ წარმოიდგენთ მეგობრებო. ასწავლი თვალი გაქვთ. გავაგზელებ ახლა. რა უნდა იცოდეთ? მეგობრებო, რა უნდა იცოდეთ და ახლა გეტყვით. რა უნდა იცოდეთ მეგობრებო და ნახეთ ახლა. ის ადამიანი, ვისთანაც არ იმყოფებით ახლა, ვისთანაც დაშორება გაქვთ, ვისთანაც დაცილება გაქვთ, ვისთანაც რა გაუგებრობაც გაქვთ, თქვათ, ხო, აი რა სიტუაციაც გაქვთ ახლა ადამიანთან. აირე მეგობრებო, სასწაული გათვალულები ხართ. ეს ყველაფერი მოხდა ლიტერატურად. ლიტერატურულად. ვეღარ ვლაპარაკობ. ხო, ანუ უყურეთ რა ხდება. აქ იყო შეიძლება კიდევ ადამიანების ჩარევები, ამასაც თუ ვიგულისხმებთ და ეს ყველაფერი მოხდა ამიტომ. კიდევ რა უნდა იცოდეთ? უნდა იცოდეთ, რომ ამ ადამიანს ახლა აქვს პრობლემები, ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემა, მატერიალური პრობლემა, ანუ უარყოფითი სიტუაციები აქვს. ძალიან ცუდად იყოს შეიძლება, არ გამორიცხავ. ეს შეიძლება იყოს დანაკარგები ფინანსური, დანაკარგები ჯანმრთელობის, ადამიანების დანაკარგები, შეიძლება ვინმე გარდაეცვალა, ან დამარცხება იყოს, ავარია იყოს, რაღაც შემთხვევა იყოს, ანუ უბედური შემთხვევა იყოს, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ რაღაც ესეთი. კიდევ. ხო, ამას გაიგებთ. რა უნდა იცოდეთ? ესე იგი, ყველა მეხუთე კარტზე მომთქნარებს მეგობრებო. სასწაული გათვალულები ხართ, უნდა იცოდეთ. კიდევ კარგი რომ ვერ მხედავთ. მე რა მჭირს ახლა? ცრემლები მომდის თვალებიდან, აი დედას გეფიცებით. რა უნდა იცოდეთ ახლა? ადამიანი ვიღაც ქალი რომელიც არის პრაქტიკული, ეს არ ვიცი ხა თქვენ თუ ხართ, თქვენ მიხვდებით ახლა მე რასაც ვამბობ მეგობრებო. ეს შეიძლება თქვენი მეგობარი იყოს, ოჯახის წევრი იყოს, ადამიანი რომელსაც ბიზნესი აქვს, ეს შეიძლება თქვენი პარტნიორიც იყოს. ძალიან დიდი სირთულის ქვეშ დგას. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას ეს ადამიანი, მეგობრებო. არა, არანაირი ფასიანი. არანაირი კითხვა პასუხი. ხო. რა უნდა იცოდეთ ახლა?
ეს ადამიანი ახლა არის განმარტოებული, უნდა იცოდეთ ეს. ეს ადამიანი თქვენთან არაა ახლა. თუმცა თქვენთან ერთად ყოველთვის ბედნიერად გრძნობს თავს. მე არ ვიცი ვინ არის ეს. ეს შეიძლება იყოს როგორც ქალბატონი, ასევე მამაკაციც. უბრალოდ თქვენ უფრო მიხვდებით ახლა ვინცაა იგი. ასე რომ მეგობრებო, ეს ადამიანი ძალიან ცუდადაა უთქვენოთ. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ეს კარტი არის ურთიერთობის, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო საპირისპირო სქესის ადამიანი, რომელიც თქვენთან თავს ძალიან კარგად გრძნობს და რომელიც ახლა თქვენთან არ იმყოფება. კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ჩემო კარგო, და მე აქ პირადი გაშლები არ მაქვს. კითხვაზე პასუხები არ მაქვს. თუ გაქვთ სურვილი, დარჩით და მოისმინეთ. მინდა ვკითხო, ვინა ეს ადამიანი? ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის? ადამიანი, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა. ნახე, სულელი. ადამიანი, რომელმაც თქვენთან შანსი ვერ გამოიყენა. ეს არის თქვენი ყოფილი პარტნიორი. შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა. არასწორად გაუყვა გზას. ხო, ესაა ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ წყალი აღმა მიდის. არადა დაღმა მიდის წყალი. ხო, წყალი მიდის დაღმა. აი ესაა ის ადამიანი. რა უნდა იცოდეთ? არტისტია, რა უნდა იცოდეთ და ამ ადამიანმა თქვენთან რაღაც გაითამაშა. სკანდალი გაითამაშა, უკმაყოფილება გაითამაშა, უსამართლოდ მოგექცათ, უპატიოსნოდ მოგექცათ. არტისტი. აი მე ყველა რიადში მამთქნარებს. ამ ადამიანმა ძალიან იცოდა თქვენი დავიწყება, მაგრამ არ გამოუვიდა. არც გამოუვა მეგობრებო. როიცოდეთ ისე. შეიძლება იმასაც თამაშობს, რომ ვითომ ბედნიერია უთქვენოთ, მაგრამ არა. ხო, აი რადგან არტისტია, ხო, იქნებ იმასაც გაჩვენებთ, რომ ძალიან ბედნიერია, შეიძლება ვიღაცასთან ხედავდეთ ბედნიერს. არც ერთი არ დაიჯეროთ. ხო. ამ ადამიანს ძალიან უნდა წარსულის დავიწყება თქვენთან მიმართებაში და რა მხრივ. წარსული უკმაყოფილების დავიწყება უნდა თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს. დრო ყველაფრის მკურნალია ამბობს. ხო, რა ვთქვა, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ურთიერთობაზე იმუშავებს. რას უკრავ მერე თავს? გოუყენე კუდიგორის გზას. რა პრობლემაა? დაგაბერა, ხო? დაგაბერა თუ შინაბერა გაგხადა. რომელი ერთია? ერთის და მეორეც უხდება ერთმანეთს. შილდოსანი. დაბერდი შინაბერად, ხო? ხო. შედი ქალო ქუხნაშიო, ხო? გიძახის. ჩადრებით სიარულს ხوار გავალებს კიდე. ეს ადამიანი ამბობს, რომ ურთიერთობაზე იმუშავებს. ხო. ასია. ადამიანი, ვისაც უნდა დავიწყება, მეგობრებო, ზუსტად ის ვერ დაგივიწყებთ, ისე რომ იცოდეთ. ძალიან რომ მეცადოს, რამდენადაც ეცდება დავიწყებას, იმდენად შეუყვარდებით, ისე რომ იცოდეთ. რამდენადაც გაუძალიანდება თავს, იმდენად თქვენს გვერდზე აღმოჩნდება. თქვენ სიკეთ სამყარო გამოსავალს არ მიცემს, არ დაანახებს უფალი თქვენ სიკეთ უკეთეს არავის.
ხო. კიდევ რა უნდა იცოდეთ? ხო. ზოგჯერ გემალებათ, ზოგჯერ მიდის, ზოგჯერ განმარტოვდება, ზოგჯერ უარს ამბობს თქვენზე, მიტოვება, მერე ისევ გამოჩენა, მერე ისევ წასვლა, მერე ისევ გამოჩენა, ისევ წასვლა, ისევ გამოჩენა. არ დაიღალეთ? ერთი და იგივე წრე. შეცდომები. ერთი და იგივე შეცდომები. ერთი და იგივე საქციელები. რა, სად წავა თქვენი ურთიერთობა? და რამდენ ხანს გაგრძელდება ეგ? ძალიან საინტერესოა. ინშალა. იგონით ხო? ბზუილი. ბზუ. მოდის, მოდის. ამ ადამიანიდან ვერ ეღირსებით ტკბილ სიტყვას. ანუ მე რაც გეუბნებით ახლა ტკბილ სიტყვას ვერ ეღირსებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყარხართ. როგორ არ უყარხართ, მაგრამ არ დაგანახებთ ამ სიყვარულს. არ დაგანახებთ გულში ცეცხლი რომ უთია. ცეცხლი იწვის, მეგობრებო, იწვის. წყალი გადაარეთ, ცივი მალმალე, რომ არ დაიწვას. რომ არ დაიფერფლოს. ეს ადამიანი იმას როგორ იტყვის, რომ უთქვენოდ კვდება. ხო არ გაგიჟდით, ხო არ შეიშალეთ, თქვენ მოკვდეთ ურჩევნია ამის თქმას. თქვენ დაგმარხოთ ის ურჩევნია მაგის თქმას. ინშალა, ხო, ინშალა. ხო. თქვენი პოზიცია, ბევრის. აი მოდის, აი საცოდავი მოდის, მაგრამ თქვენ ბევრი არ უშვებთ ამას. ბევრი არ უშვებთ, ხო? ეს კი მოდის, ეს კი ბოლოს მეიფიქრებს, მაგრამ უკვე თქვენ აღარ გენდომებათ ამაშია საქმე. აი? თურქული ვიცი კი, ბევრი რაღაცები ვიცი, მეგობრებო. საქმეც მაგაშია, რომ ვიცოდი ძალიან კარგად. 3 თვეზე ვისწავლე თურქული სასწაულად, მეგობრებო, თურქულ სერიალებს უყურებდი თურქულად. მაგრამ ეხლა პრაქტიკა არ მაქვს და მიძინებულია, თორე ვიცი კი. მერე შეკალოთ ამირეკე და მელაპარაკე ხანდახან. მეგობრებო, ეს ადამიანი ისეთ დროს მოვა თქვენთან, მინდა გითხრათ, რომ უკვე თქვენ აღარ გენდომებათ. არა, მე სერიალებიდან არ მისწავლია, მუშაობდი თურქეთში, მეგობრებო. ის მოდის, მაგრამ თქვენ უკვე აღარ გენდომებათ. ეხლა მე მინდა ვკითხო სამყაროს. თქვენ ურთიერთობას როგორ ხედავთ სამყარო? ნუ კაი, ეს ეხლა წასულ-მოსული, ეს ეხლა თქვენთან უკვე ზოგიერთებთან მიღებულია ეს ამბავი. მიდის, მაგრამ მაინც იმავე ადგილას დგას. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. თუ აქვს გაგრძელება? თავი არ მოიტყუეთ, მეგობრებო. ბევრმა თქვენთაგანმა თავი არ მოიტყუოთ. ხო, თავი არ მოიტყუოთ, მეგობრებო. სირთულეები, პრობლემები, ურთიერთობაში დეპრესიები, რაღაც ცუდი შემთხვევები, მეგობრებო. უბრალოდ თავი არ მოიტყუოთ. თქვენი ურთიერთობის გაგრძელება. არა, მეგობრებო, 3 კარდი და 3-ვედან უარი. დოგმატური აზრები. ხო.
სახში მარტო დარჩენა კი არა, სახში დაძინება, ღამე ლოგინში მარტო დაძინება კი არ მეშინია. ესაა საქმე. მე რაც არ უნდა ცხოვრება მქონდეს, მე მაინც ვიმუშავებ მეგობრებო. გამორიცხულია ჩემი სახში გაჩერება. იმიტომ კი არ ვიმუშავებ, რომ ვინმე ვარჩინო. არა, მე ჩემთვის ვიმუშავებ. შენ რო გაქვს ვინჩესტერი, ახლა შენ იგი მითხარი, მე ქალი ხარ თუ ბიჭი ხარ? ჟანადარკი ხარ თუ მაიაწყნეთელი? რა უნდა იცოდეთ? რა უნდა იცოდეთ მეგობრებო და ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა. ნებისყოფა გამოლეულია. ძალიან ცუდათაა, თუმცა თქვენსკენ იხედება მაინც. ფიჟი გიშკალა ხარ. ქალა ბიჭა ხარ, ხო? მიყვარს ესეთი გოგოები ძალიან. ხო. აჰა, თან ტრენერია. აუხტენელი ოცნება ხართ მისი მეგობრებო. აი რა გავაკეთო? თქვენ შორის მანძილია, აქ არის პლატონური სიყვარული, ხელშეუხებელი სიყვარული, აკრძალული სიყვარული, აკრძალული ხილი. ხართ მისთვის. არ ვიცი ახლა რა ენაზე საუბრობ, მაგრამ ასეა. ამ წუთას ესეთი ინფორმაცია მომდის. ხო. ხელშეუხებელი, აკრძალული ხილი ხართ მისთვის. 64-ის ვაშლი ხართ მეგობრებო. ხო იცით 64-ის ვაშლი რას ნიშნავს? ხო, ყველას არ ერგება საიქიოში. მაგას ნიშნავს აკრძალული ხილი. ესკენ იხედება ყველაფერს და მიუხედავად. ძალიან ცუდათაა მეგობრებო, მტარზე ვენოკია ისე. მოსაკითხი კია ცოცხალია თუ არა, ცოცხალ მტარია, რო იტყვიან. აუკენით ასეთი. ბალოტი, სტაგნაციაში შეიყვანეთ ადამიანი. ეს ადამიანი სტაგნაციაში შეიყვანეთ. აუკენით მეგობრება, თქვენ გამოკამათობს. ან თქვენ გეკამათებათ, ან თქვენ გამოკამათობს. თქვენ ძალიან კარგად იცით მე რასაც საუბრობ, ეს ვარ მე, წინასწარ მეტყველება. თქვენ ძალიან კარგად იცით მე რასაც საუბრობ. ეს ადამიანი ფიქრობს თქვენთან მოსვლას და შემოთავაზებას. მოსვლას ფიქრობს და შემოთავაზებას. რას შემოგთავაზებთ? ნახე, გადავჭეხავ კაც მეთქი. ერთად ყოფნას, ერთ ჭერს, ბრძოლას, შრომას, სურვილებს, მაგრამ ეჭვი აქვს რომ უარს ეტყვით. ხო. რა უნდა იცოდეთ კიდევ? ხო, ამიტომ დამარცხების ეშინია, უარის თქმის ეშინია, ეშინია რომ სიტუაცია უარესობისკენ მიდის. ამის ეშინია. უკეთესი იმედი არ აქვს. აი რომ შემოგთავაზოთ რაიმე იმედი არ აქვს, თქვენ დათანხმდებით. ბალანსი არა ურთიერთობაში მეგობრებო. მე არ ვიცი ახლა ეს რატომ მოხდა, მაგრამ ბალანსი არა ურთიერთობაში. რომელიღაცა მეტ გასცემდით და ნაკლებს ღებულობდით. ღებულობდა რომელი მეცდებდა და რომელი ნაკლებს ურთიერთობაში. ამიტომ ბალანსი არაა. ამ ადამიანს მინდა გითხრათ ოჯახი უნდა თქვენთან. თუმცა ხო, ნახეთ, სრულყოფილება უნდა. ეს ადამიანი შეიძლება ახლა იყოს გაავებული ამასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ არავისთან ურთიერთობაში არაა. თქვენ თუ ამბობთ ახლა რომ ვიღაცასთან ურთიერთობაში იმყოფება, მინდა გითხრათ, რომ იქ არაფერი არაა მეგობრებო. იქ არაფერი არაა. ახლა გაგაცინებთ, მაგალითს მოვიყვან რა შემთხვევაში. აი მაგალითად ახლა მე ვმუშაობ ბაბუასთან. მეგობრებო. მინდა გითხრათ. ეხლა მე ვმუშაობ ბაბუასთან. ეხლა მაგალითად ვინმე რო თქვას.
ხო, ეხლა ვინმე რო თქვას მაგალითად და ჩემზე ეხლა ვინმე მაგალითად მეგობრებო, მაგალითი მომყავს, ხო? ვინმე მე ხლა ჩემზე ესე ტაროს მოусმინოს. მე ხლა მუშაობ ბაბუასთან, ხო? ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობ, მაგრამ არაფერი არა, საიდან მექნება ხომ არ მეტყვით. აი ჩათვალეთ ესეთი სიტუაცია. რაღაც მსგავსი დაახლოებით. შეიძლება კონდეს ოჯახი ადამიანს, მაგრამ ოჯახში ურთიერთობა არა აქვს. გაუცხოება აქვს ერთმანეთში მეგობრებო. აი უცხოელები არიან ერთმანეთისთვის. აი კიდევ შეიძლება ეს ადამიანი უცხოელიც იყოს. ან უცხოეთში ცხოვრობდეს, ან უცხოეთში მუშაობდეს, ან თქვენ იყოთ უცხოეთში, უცხოეთთან დაკავშირებული გზები რაღაც ესე. ხო და არ ქვია ოჯახი, მაგას ვამბობ. ფორმალობა. მეგობრებო, მე ჩემი მაგალითი მოგიყვანეთ ახლა. სახლი დაილია არა. არ დაილია. მაგრამ ახლა თუ კი მართლაც ცოლ-ქმარი არიან, ეს უკვე სხვა თემაა. მაგრამ ფორმალობა აქვს ერთმანეთში, მეტი არაფერი. ხო, გასაგებია რაც იგულისხმე მივხვდი. ხო. თუმცა უსამართლობა. ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება იმის ცხოვრებაში, მაგრამ სამართლიანად ეკუთვნის. ხო. Evet, Ana Maria. იგეჯელარ უნდა დაუძახო ასეთ ადამიანს. იგეჯელარ. ასე. მე მინდა ვკითხო ეხლა დავსვა ესეთი შეკითხვა. თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს ეს ადამიანი? თქვენთან მიმართებაში. თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს ეს ადამიანი და თქვენს ურთიერთობაში ჩაერივნენ? აქ არის მაგია მეგობრებო. მაგია. ბევრის შემთხვევაში მაგია. აქ არის მაგია. აქ არიან ადამიანების ჩარევები. აქ შეიძლება იყოს ფულის გადახდაც. ხო, ჩაერივნენ ადამიანები, მეგობრებო. ჩაერივნენ ადამიანები. თუმცა ამ ადამიანს რაც ფიქრობს და თქვენთან ახალის დაწყებას ფიქრობს. თქვენთან დაკავშირებით სიახლეები, ახალი წიგნის გადაშლა, ახალი ფურცლიდან, სუფთა ფურცლიდან. ყველაფრის და მიუხედავად მაინც ფიქრობს. თვითონ. სრულყოფილებას, თან აღიარებას. თუ თქვენ ხართ ფარულ ურთიერთობაში, მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა რომ გაღიაროთ. ძალიან ეჭვიანობს. მინდა გითხრათ. არეულ-დარეულია. ბალანს დაკარგულია. ახალ შესაძლებლობებს ეძებს. თქვენთან მოსაცვლელს. შეიძლება ახალი ნაცნობობაც იყოს. ანუ უყურეთ ახლა. ახალ ნაცნობობაში რა შედის? შეიძლება რაღაც საიტით დაგეკონტაქტოთ, უცხო საიტით, აკაუნთით და ახლებურად გაგეცნოთ მაგალითად. ხო. ახლებურად, ვითომ ახალი ადამიანია, ვითომ სხვა ადამიანია. რაღაც ესეთი, ხო. რაღაც ესეთი მეგობრები. ხო. შეიძლება გაიცნოთ სხვა, მაგრამ აღმოჩნდება ეს. ხო, გაიცანი უკვე, ხო? ეგი იყო, ხო? აგია იგი, ხო, მეგობრებო, რო გეიცანი. თქვენც აყევით, ხო, თამაში? აყევით, ხო, თამაში, მეგობრებო? მალადეც. დაბლოკეო. ყოჩახ. აი როგორ ფიქრობს, ახლა კიდე რა მოიფიქროს. ეხლა ფიქრობს კიდევ რა მოიფიქროს.
ერთი და იგივე ტერმინი ჟესტიკულაცია, ხო? უცებ მიხვდებით. ეხლა ფიქრობს, რა მოიფიქროს, რომ მოგწეროთ. აი, რა მოიფიქროს, იმას ფიქრობს ეხლა. რანაირად მოგიახლოვდეთ, რანაირად შემოგიძვრეთ, აი, რანაირად დაგეკონტაქტოთ, რა გააკეთოს, იმას ფიქრობს ეხლა. თაფრთხილობს. სიფრთხილით, ხო? მეგობრებო. თქვენი ურთიერთობა პაუზა. არ გიგონოს დასასრული, თუ ვინმეს გაინტერესებთ ეხლა თქვენი ურთიერთობა თუ დასრულდა, მე გეტყვით არა. არა დასრულებული. ძალიან განიცდის თქვენობას. თქვენი სტაბილურობა ხო ცოტა არ იყოს და თქვენი ეშინია კიდევაც. თქვენი იგნორის ეშინია. ხო. ისიც რისი ეშინია? ხო არ ყავთ უკვე ვინმე? ამას ფიქრობს. ან ხო არ გადაუხდით სამაგიეროს? შეიძლება ზოგიერთებმა შეირიგოთ, მაგრამ თვითონ ფიქრობს, რომ სამაგიეროს ხო არ გადაუხდით. ანუ მაგისაც ეშინია შერიგების. მიხვდით ახლა რა დღეშია? საცოდავი. თქვენ შორის შეიძლება იყოს ასაკობრივი სხვაობა. ასაკობრივი სხვაობა. პეტერებაში. ბიჭუგელა. ეს ადამიანი კიდევ ეცდება. პატარა გულით და დიდი სიყვარულით. ეს ადამიანი თქვენთან ეცდება კიდევ დაბრუნებას. თქვენთან ეცდება ბედს კიდევ მეგობრებო. ხო, ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტია გამოუვა თუ არ გამოუვა. ამას ახლა ჩვენ აქ არ უწყვიტავთ. ეს ბოლო სიტყვა მაინც თქვენზეა. თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, ისე იქნება მეგობრებო. არ გეგონოთ რომ მე ვინმეს აქვს უფლება თქვენი ცხოვრება გადაწყვიტოს. არა, ეს ადრე იყო. რომელ საუკუნეში? ხო. ეხლა არა. ეხლა თუ თქვენ უარს ეტყვით, გაბრუნდება უკან. ასე რომ არ გამოუვა ნამდვილად. და ვისეუბნები მაგას. თუ გიყვარს ისე ლამაზად გადაწყვეტ რომ ასწავლეთ. ხო, თუ უყვარხართ, უნდა გადაწყვეტოს კი. ან შენ თუ გიყვარს კიდევ შეგიძლია დათანხმდე, რა თქმა უნდა, ეხლა ამას არავინ არ მოგიშლით, მეგობრებო. არც დაგაძალებთ და არც არავინ მოგიშლის, ვერ მოგიშლით. თქვენი გადასაწყვეტია. თუ გიყვარს, ხო, რა თქმა უნდა. თუ გიყვარს, ინდივიდუალურია ყველა ადამიანი. ვისაც შეუძლია პატიება, მიიღებს. და მაინტერესებს ახლა შედეგი. მაინც უნდა გკითხო შედეგი. თუმცა წევან გაფრთხილება კი მოგცეთ კარტმა, მაგრამ მაინც ვკითხავ ახლა შედეგი. ვინც აპატიებს და მიიღებს. სიყვარულით ვინც მიიღებს. იქნება გამართლებული. პასუხი. ერთფეროვნება. ერთფეროვნებანი პატიმრობა. ერთფეროვნული ცხოვრება. შეგიძლიათ მიიღოთ. აბატონ. ვინც მიიღებთ დანაკარგები. ცადვად შეგიძლიათ, მეგობრებო. რა პრობლემაა? შეგიძლიათ ცადოთ. მერე ისევ დაბრუნდებით ტრანსფორმაციაში. რა პრობლემაა? უბრალოდ დაკარგავთ დროს. მე ვკითხე ტაროს.
ვინც მიიღებს იმათ რა? პასუხი იყო ეხლა რაც ვთქვი. ღმერთმა გაბედნიეროთ მეგობრებო, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ღმერთმა გაგიმარჯოთ თქვენს გადაწყვეტილებაში. ღმერთმა გაბედნიეროთ, შეგაბეროთ ერთმანეთს, რას ლაპარაკობთ მეგობრებო. რის ფასად დაგიჯდებათ ზოგადად ამ ადამიანთან ყოფნა რის ფასად გიღირთ, მე არ ვიცი. გიღირთ ამათ? რის ფასად? აი ხო, აი იცი ხო? აი რის ფასად გიღირთ ეს ყველაფერი? აგერ მეუბნება ეხლა ტარო მე. რის ფასად? ვიცი, რო იცი, მაგრამ მაინც რო აკეთებ იგია საქმე. ამ ადამიანმა დაგიქვეითათ ნერვები. ამ ადამიანმა ძალა გამოგაცალათ. ამ ადამიანმა სიყვარული აი ესე არა, ესეა. არ გაღირსათ. ამ ადამიანებმა დანაკარგებში შეგეყვანათ. გაგძარცვათ, წაგართვათ ენერგია, წაგართვათ ფინანსები. ეხლა ვის რა წაგართვათ, თქვენი მოირგეთ. მე უბრალოდ ყველას ჩამოვთვლი, ყველა თითოეულ დანაკარგს. ძილი წაგართვათ, ხო, მოსვენება წაგართვათ, ფინანსები წაგართვათ, დრო წაგართვათ, დაგაკარგიათ, სიმშვიდე დაგაკარგიათ, ჯანმრთელობა დაგაკარგიათ, არ ვიცი კიდე, მემკვიდრეობა დაგაკარგიათ, თავი დაგაკარგიათ, დრო დაგაკარგიათ, მეტი რა გაგინდათ? მეტი აღარა? ხო. დაარტყა თქვენ ფინანსებს, თქვენ ჯანმრთელობას. ხო. ის ფსიქოლოგიური ტრავმები გაქვთ ახლა. რას ებრძვით? ვინ რას ებრძვით ახლა ჯანმრთელობის მხრივ? თქვენ გულში ჩაიხედეთ, აქ თუ გინდა ნუ დაწერთ. ხო. სიკვდილს ჩავხედე თვალებში მეც კი. ხო. და რატო მე რის ფასად კაცა? რა თავში ვიხლი ესეც სიყვარულს ხომ არ მეტყვით? ისე რა მაგის პასუხია? რა ჩემი საქმეა, მაგრამ. ნახეთ? ქვემოდან რა არის? ახლა მინდა გაჩვენოთ უბრალოდ. მოსვლა, წასვლა. ნახეთ? ხედავთ ხო, მეგობრებო? როგორც მოდის, ისე მიდის. მოუნდება, მოდის, მოუნდება, მიდის. მოუნდება, მოდის, მოუნდება, მიდის. და მერე ხო და ამიტომ თქვენ ამ ადამიანის შეცვლა კი არ უნდა იცადოთ. საკუთარი თავი უნდა შეცვალო, ჩემო კარგო. ხო. საკუთარი თავი უნდა შეიცვალო, შენ უნდა შეიცვალო. ხო. ამას შენ ვერ შეცვლი. ხო. ამას შენ ვერ შეცვლი. ახლა მოდის, მიდის. მოდის, მიდის. მოდის, მიდის, მეგობრებო. მე დავიღალე. ხო. არავინ იცვლება. არც ვაპირებ არავის შეცვლას, მეგობრებო. ხო. რამდენჯერ ჩაგიკაგუნათ თავში, მეგობრებო, რამდენჯერ? აი ზუსტად. მაგი რო ვქენი, იმიტომ ვარ ასე. მაგი აი ეს რო დავიწყე, იმიტომ ვარ ახლა უკეთესად. მეგობრებო, საკუთარი თავი აირჩიეთ ყოველთვის. ნებისმიერ დროს აირჩიეთ საკუთარ თავი. გიბრახუნეთ სამყარო, მაგრამ არ გესმით და ახლა
არ გესმით და მე რაით გაგაგონოთ ახლა მეგობრებო. ხო. მანიპულატორი ადამიანი, რომელმაც მიგიჯაჭვათ. მიეჯაჭვეთ. ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა. ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა. მანიპულატორი, ნახეთ რა წერია. ხედავთ ხო? მანიპულატორი ბოლოს სიტყვა. მერე რა უნდა იცოდეთ? თქვენ რა ეხლა ამ ბოლოს, ამ ბოლოს თქვენ რა რჩება თქვენ? ეს ადამიანი გონივრულად მოქმედებს. მეგობრებო, ისე რომ იცოდეთ, მანიპულატორი ესეა. ეს ადამიანი ახეთ გამოცდილი გონივრულად მოქმედებს. გონება აქვს ჩართული ამ ადამიანს. ამ ადამიანმა იცის როგორ გმართოთ თქვენ. მიგიჯაჭვათ. იმდენი გაგიკეთათ, ამ წასულ-მოსულობაში ზუსტად ესაა რომ მიგიჯაჭვათ. მოდის მიდის. ესაა მანიპულაციის ერთ-ერთი ხერხი. რა თქმა უნდა, არც ესაა ტრაგედია. არაფერი არ უნდა იქცეს ტრაგედიად, მეგობრებო. ხო, მერე ეგოის. ხო, ხო ხედავ. მერე აქეთ გადანაშაულებს. მანიპულატორი იქცევა ასე ზუსტად. აქეთ გეძახის ეგოისტს, როგორც როცა თვითონაა, აქეთ გეუბნება რომ მანიპულირებ ჩემზეო, როცა თვითონაა მანიპულატორი, აქეთ გეუბნება იმას, რაც თვითონაა. ხო. აქეთ ყველაფერი აქეთ. თქვენ რა უნდა მოიქცეთ? როგორ უნდა მოიქცეთ? როგორ უნდა მოიქცეთ, მეგობრებო? და კიდე დამამტკნარა. ტრანსფორმაცია. გახვიდეთ უნდა ტრანსფორმაციაში. მეგობრებო, უნდა გახვიდეთ ტრანსფორმაციაში, უნდა ტრანსფორმირდეთ. მეტი გზა არ გაქვთ. ხა, როგორ ხართ, ამოყირავებული. უნდა გახვიდეთ ტრანსფორმაციაში, მეგობრებო, მეტი გზა არ გაქვთ. ეს ყველაფერი დატოვეთ წარსულში, ნახეთ? სიყვარული, არალოგიკურობა, ამოყირავებული ხართ და ბავშვობა, მოგონებები. ეს ყველაფერი დატოვეთ წარსულში და რაც ადრე შეხვალთ ტრანსფორმაციაში, უფრო უკეთესად იგრძნობთ თავს. გააზრებულად, გონებრივად, გათვლილად, ხო, ანუ გაითავისეთ ეს ყველაფერი, რომ თქვენ უნდა გადახვიდეთ ტრანსფორმაციაში, გაიაროთ უნდა ტრანსფორმაცია, მეგობრებო, ოღონდ ეს ყველაფერი ნებით. ნებით თუ უნებლიეთ, მაინც აქამდე მიდიხარს, მეგობრებო. ხო. მოვა დრო და მაინც აქამდე მიხვალთ. დღეს თუ არა ხვალ მაინც ესე მოგიწევთ. მაინც აქამდე მოხვალთ, რომ ტრანსფორმაციაში გადახვალთ, მეგობრებო, კი. აქ კომბალი ჩაბრუნებული ტყუილად არ ამოსულა. ხა, ეთყობა კიდევ არ გაქვთ კარგად ჩაკაკუნებული, მაპატიეთ ახლა ასეთი საუბრისთვის სამყაროდან, თორე ხო, ახლა კიდევაც კარგად რო ჩაგიკაკუნებთ ამ კომბალს. მომიტევეთ ესეთი საუბრისთვის. მაინც აქეთკენ მიდიხართ, იცოდეთ, კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. როდესაც ადამიანი ვერ იცვლება, თქვენ უნდა შეიცვალოთ. ხო და რადგანაც თქვენი ადამიანი არ იცვლება, თქვენ შეგცვლით სამყარო და თქვენ ისე შეგცვლით სამყარო, რომ საერთოდ თქვენი წარსულიდან არაფერი არ დარჩება. აი ასე.
ეხლა ჩემგან წასული ადამიანი ვინც მე არ გამახარებს ისე ბედნიერი იქნება თუ რა იქნება რა ჩემი საკითხავია ახლა ჩემს მე როგორ იქნება მისი ცხოვრება მე იმას აღარ ვძიობ უკვე არც თქვენ არ მოინაღვლოთ მეგობრებო ბედნიერი იქნება თუ უბედური იქნება თქვენ არ ინერვიულოთ მაგას თქვენთან რა არის იგია საქმე თუ არა სხვასთან როგორი იქნება მაგი არ ინერვიულოთ თქვენ ხო ასია საქმე არც არავის გამოსწორება ეცადოთ საკუთარი თავი გამოისწორეთ საკუთარი ცხოვრება გამოისწორეთ აბა როგორ გეკადრებათ მეგობრებო რას ქვია არ მინდა მე არ მინდა და იგი იქნება ჩემთან როგორ გეკადრებათ ან მე ვინმე დამაძალებს მასთან ყოფნას რას ლაპარაკობ აბა მოიღე საკმარისად ხმა აბა მოიღე საკმარისად ხმა ნახე თუ გაგიბედოს რამე მასე სადაა რომელი საუკუნეა მეგობრებო რას ლაპარაკობთ ხალხო მოკლედ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ ესე უი რა მშვიდობიანი ღამე და ესვის და მეგობრებო ხედავთ ხო რა მჭირს რა თქმა უნდა მეგობრებო ხო ასტრაბარათები გამომჩა აი რა უნდა იცოდეთ რა აი მაგალითად რა კარგ ამბავს გვეტყვის ასტრაბარათი მეგობრებო აი უფალი თქვენთან აიცოდეთ უფალი არის თქვენთან ნახეთ რამხელა ჯვარი გწყალობთ მეგობრებო არ ვიცი აქ შეიძლება სანთელი უნდა აანთოთ თუ რა უნდა ახნათ არ ვიცი ამ ადამიანს ბიბლია უკავია ხელში ეკლესიაშია ეკლესიის ეზოშია და ცეცხლი უნთია შეიძლება ეს სანთელსაც ნიშნავდეს თხოვეთ უფალს გულით მეგობრებო უფალს თხოვეთ გულით მე არ ვიცი რამდენმა იცით მაგრამ იყო დრო რამდენიმე წლის უკან დილით ერთ დღეს სანთელი ავანთე სანთელი მეგობრებო და აი უცებ ისე ამეტირა რომ ტირილიდან ჩავიკეცე სიმწრიდან ჩავიკეცე აი ისევ თხოვე უფალს რომ ჩემთვის ეს გულის ტკივილი მოეშორებინა მეგობრებო და ამ ჯოჯოხეთიდან გამთავისუფლებულიყავი თქვენ ვერ წარმოიდგენთ აი გულით მეგობრებო გულით თხოვე უფალს ეს ყველაფერი მოხდა თავისით არც დამიგეგმია მეგობრებო მე არ ვიცი შენ ვინ ხარ და რა ადამიანი ხარ მაგრამ ძალიან შეუშინები ხარ როგორც ჩანს ხო შეიძლება რაღაც უნდა დაწვა ან შეიძლება სანთელი უნდა აანთო და ილოცო რაღაც უნდა გააკეთო მსგავსი ხო გულით თხოვე უფალს მანიპულატორიდან თავის დაღწევა ადვილი არაა მეგობრებო თავის დაღწევა მანიპულატორი ადამიანიდან ადვილი არაა რა უნდა იცოდეთ
ხო, უნდა მოინდომო, ეს ერთი. ძალიან უნდა მოინდომოთ მეგობრებო. აი ნახე, აქაც როგორი ანგელოზები ხატია და რაღაც უნდა ჩამოწერო, კი, ჩამოწერე და დაწვი. ჩამოწერე და დაწვი. შენი ცუდი ფიქრები, ცუდი აზრები, ცუდი რაღაცები, რაც გულს ძალიან გიმძიმებს, ჩამოწერე ფურცელზე და დაწვი. რას გეტყვით კიდევ, ბარათი? გაიდეალებთ, თუმცა იდეალიზმი, თუ თქვენ აიდეალებთ ამ ადამიანს. აკრძალული ხელი, ხო? აკრძალული სიყვარული. ხო. ზუსტად კარგად თქვი წერან. აკრძალული სიყვარული. რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო, ლაბირინთია სასწაული. ლაბირინთი. ყველაფერში ეძებთ გამოსავალს. ნახეთ, აქ არის ნუმეროლოგია და აქ არის ხელზე მკითხაობა. ყველაფერში ეძებთ გამოსავალს. ხო. რა უნდა იცოდეთ? იჯაჭულობა, ეს კარგიცა და ცუდიც. ხო, იჯაჭულობა. ასკლავი. იმედი და რწმენა არ დაკარგოთ. ეს არის იმედის და რწმენის ბარათი. არ დაკარგოთ იმედი და რწმენა მეგობრებო, ხო იცით? ხა იმედი და რწმენა ღმერთმა არავის არ დაუკარგოს. რას ლაპარაკობთ? ეს არის ჩემი ერთ-ერთი სტიმული, რომ იმედს არასოდეს არ კარგავ. აჰა. ხო, აქ ხატია ნუმეროლოგია, ხელზე მკითხაობა, კარტები, ესე უკავია ხელში, ხო? კარტები არის. გამოსავლის ძიება. ხო, ამიტომ კი შეიძლება ნუმეროლოგიაც დაგეხმაროთ მეგობრებო, სხვათა შორის კი. აქაც ქვიშის საათია, აქაც ლაბირინთი ხატია. აქაც ნახეთ, ხო, ლაბირინთი ხატია აქაც. რა თქმა უნდა, ეგეც მართალია. მეგობრებო, ყოველთვის ეცადეთ ადამიანიდან წასვლა, ესეთი ადამიანიდან წასვლა. თუ ვერ ელევით, გაიხსენეთ ცუდი რაღაცები გაიხსენეთ მეგობრებო და თავს ამით დაძლევთ. მე ამან დამეხმარა მაგალითად. მეც მიყვარდა თქვენ როგორ გონიათ, ძალიან მიყვარდა მეგობრებო. ძალიან მიყვარდა, უაზროდ მიყვარდა, მაბოდებდა ისე მიყვარდა, მაგრამ მოხდა ისე რომ ხო, ჩაერივნენ და რა გავაკეთო, ხო არ გავეკიდები ადამიანს, არა? მაგრამ საკუთარ თავთან ძალიან ბრძოლები მქონდა. მქონდა იმის მომენტიც, რომ გავსულიყავი, მიმეწერა, მიმეკითხა, მივაკითხე ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ, ჩავაკითხე, ჩავედი, შორს არ იყო, მივედი, მაგრამ არაფერი, ზედაც არ შემხედა. ხო, ამიტომ მე რო უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე და საკუთარ თავს კაცო, ჩემი თავის წინ იქეთ არავის დავაყენებდი, მეგობრებო, ყოველთვის ვიხსენებდი იმ ცუდს აქ დროს. როდესაც ძალიან მოგაწვებათ. ხო? როგორ გეკადრება, არც მაგი იფიქრო. როდესაც ძალიან მოგაწვებათ, მეგობრებო, ხო? გაიხსენეთ ყოველთვის ცუდი ამ დროს. ეხლა გული უნდა გათიშო და გონებით უნდა იმოქმედო. ცუდი არ გაუკეთებიაო და წავიდაო. თქვენ რა გონიათ ახლა, არც მე და ჩემ ქმარს გვიჩხუბია, ზედმეტი არაფერი ყოფილა. იცით თქვენ?
მაგრამ წავიდა. რა მიხვდა? რა მიხვდა? დარდი აგერე ხა მიხვდა თუ არა? მე აღარ მაინტერესებს უკვე მიხვდა თუ არ მიხვდა, მეგობრებო. იგი უკვე ჩემს ინტერესებში აღარ შედის. ის მიხვდება თუ არ მიხვდება, ეს თქვენ აღარ უნდა გადაარდებდეთ. თავარია თქვენ უნდა გადაარჩეთ. საკუთარი თავი გადაარჩინოთ ამ დროს, თორემ ის როგორ იქნება, ეს აღარ ინერვიულოთ. ხო, ეს ნერვიული სტრესიდანაა. ისედაც ვიცოდი, რატომ წავიდა. ფაქტები მქონდა, მეგობრებო, ხა მე არ დავიწყებ აქ ყველაფერს მოყოლას, მაგრამ უკვე რეაქცია აღარ მაქვს. მე რომ ახლა აქ ჩემი ისტორია მოყვე, ბევრი მიცნობთ. კი. მე ბევრი მიცნობთ, მეგობრებო. მე ძალიან ბევრი მიცნობს. ასე რომ მოკლედ თუ იმის კითხვა გაინტერესებთ, რომ ამ ადამიანს ძალიან ეიმედებით, ძალიან სწამს თქვენი კიდევ და ასეა თუ ისე ფიქრობს თქვენთან. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ კი აი აქ ორმხრივი სიყვარული არის, მაგრამ მე ესეთი სიყვარულის არ მწამს. მე ესეთი სიყვარულის არ მწამს. ნახეთ, ამასაც აკრძალული ხილი უკავია ხელში. ნახეთ, მეგობრებო, ვაშლი. აკრძალული ხილი. დედას ფიცა ვარ, ახლა დავაკვირდი. კი, ნაღამ ჩემი შვილი სახელი ვთქვი, ახლა უნდა დამეფიცებინა. ახლაც აი, ნახე, აქაც აკრძალული ხილი უკავია ხელში. ამიტომ მეგობრებო, თუ კი იცოდით, რომ ეს აკრძალული სიყვარული იყო, არ უნდა შეგეტოპათ. მაპატიეთ ხა ესეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ არ უნდა მიცეთ თავს ამდენი ტანჯვის უფლება. ამათ არხივს. ხო. საკუთარ თავს მოუხადეთ ხა ვოდიში და ეს ადამიანი გაუშვათ უნდა. სხვა გზა არ გაქვთ. მართალია ცოტა გაგიჭირდებათ, ზოგს ბევრი გაუჭირდება, მაგრამ არა უშავს. ეხლა ჯობია გაგიჭირდეთ, ვინმე მთელი ცხოვრება გაჭირვებულად იცხოვროთ. ის ადამიანი, როდესაც არ იცვლება, თქვენ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება, თქვენ შეიცვალეთ. მე ისე ვარ შეცვლილი, ვერ მცნობენ. ვერ მიცნო საკუთარმა ოჯახის წევრებმაც. ანუ ვერ მიცნო შეხედულად არა, ხასიათით. რა თქმა უნდა, დავით. რა თქმა უნდა გაიმეორებს, აბა? ყოველთვის გაიმეორებს. რა თქმა უნდა, ვაი, იმას ვინც წაიყვანა მეგობრებმა. ხო. რა ტვირთი მოგაშვერათ, ვინ იცის? რა საგაცილად, ვინ იცის? რა ტანჯდა ნერვიულობას? ой, ახლა ხვდები მაგ ყველაფერს მე. მაშინ კი იყო მკვნეული, მაგრამ ახლა ხვდები. ამიტომ მადლობა ვის? სამყაროს. უფალს მადლობა. ხო. მე ახლა ის რომ ყოლოდა, ჩემი ქმარი, არაფერი არ მექნებოდა, იცით თქვენ? ხო. საერთოდ არაფერი არ მექნებოდა. ტრაგიკული ისტორია, მეგობრებო, ბევრი ვიცი, უარესებიც. ტრაგიკულობაში მას თუ გულისხმობთ, რომ ამ ადამიანიდან მოყენებული ტკივილი მესმის ყველას თავისებურად ტკივა. ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგს როგორც ტკივა და ზოგს როგორ ყველას ერთნაირად ატანის ნებისყოფა არ აქვს.
ასე იყო თქვენი ცხოვრებისთვის საჭირო. აი ზუსტად დავით. საქმეც მაგაშია. მე ეხლა ხვდები ამ ყველაფერს. წლების მერე, რამდენი წელი გავიდა? 6 წელი მეგობრებო. ეხლა ხვდები ამ ყველაფერს 7 წელი უბრალოდ. ხო. მეც თქვენსავით რო უსმედი ლაივებს, ხო? ესე ვამბობდი, რომ მეუბნებოდე, რომ ძალიან შეიცვლებიო, შენი ცხოვრება შეიცვლებაო, ვალი თუ გაქვს, ყველაფერს მოიხდიო, ყველაფერს გააკეთებო, ყველაფერს გააკეთებ აბსოლუტურად. რომ მეუბნებოდნენ, მეგობრებო, ტაროლოგები. ბრაზდებოდი. ხო და ასე ვამბობდი, გურულებმა რო იცან, აბდლებია ყველა მეთქი. აი დედას გეფიცებით თუ ტყუოდე. ყველა ვინც ამას ამბობდა რომ მე ყველაფერს შევძლებდი, აბდლები ხართ მეთქი, ესე გულში გავიფიქრებდი და გავდიოდი, ვთიშავდი ტელეფონს, აღარ ვაგრძელებდი მოსმენას. იცით თქვენ? ხო. თქვენ იცით მე რო დაურეკე ერთ-ერთ მათგანს და ბოდიში მოუხადე, იმისთვის კი არა რომ რაიმე არაფერი არ მიმიწერია არავისთვის. ცუდი ფიქრებისთვის ბოდიშს გიხდი მეუთხარი. ესე ვაღიარე ჩემი ფიქრები. ხო. ყველა მთელი ჩემი ცხოვრება დამილაგეს. ხო. ძალიან აქებენ ამ გოგოს. ვალენტინას ძალიან აქებენ. ძალიან სასიამოვნო საუბარი აქვს. სხვა რომ არაფერი. რა თქმა უნდა, მეგობრებო. მე არავისთან არაფერი მისწავლია, რაც ვიცი ჩემით. მე რასაც ვაკეთებ, მეგობრებო, ვაკეთებ ჩემით. არსად პრაქტიკა არ გამივლია. დოჩი, ვერ გნახე, სად იყავი? მეგობრებო, მე იმ მოსმენიდან, იმ ყურებიდან, მე ბავშვობიდან მიდრეკილებაც მაქვს, მეგობრებო, ყავის ჭიქაშიც ვიხედებოდი ბავშვობიდან, ამიტომ გენეტიკურადაც მაქვს მე ეს მე არ მისწავლია, ესე ზერელეთ. ეს მე ჩემი მოთხოვნილება იყო. ამიტომ ჩემი დიდი სურვილი იყო და მე თვითონ ჩემით დავიწყე ეს ყველაფერი. არანაირი პრაქტიკა, არანაირი გაკვეთილები, არანაირი არაფერი არ მისწავლია, მეგობრებო. არავის არ მივტირი. ჩემი შვილის გარდა არავის არ მივტირი, მეგობრებო. იცით თქვენ? დოჩი. მეგობრებო, არავის არ გაეკიდოთ. ალბათ ასე იყო საჭირო. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ბევრი რომ არ გავაგზელო ეხლა. უღრმესი მადლობა ყველას. აი უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ, მეიმედებით, რა ვიცი. დალოცილები ყოფილიყავით ყოველთვის. დაუაფონებო. ზუსტად დოჩი. აი ზუსტად. უღრმესი მადლობა ყველას. დავით, უღრმესი მადლობა გაიხარე. დალოცილები გამყოფოთ უფალმა ყველა თითოეულ თქვენთაგანი მეგობრებო, გაიხარეთ. ასე რომ საკუთარ თავზე გადაერთვეთ, მეგობრებო. საკუთარ თავზე გადაერთვეთ. ყველაზე კარგი საშუალება ეს წვრილმანით დაიწყეთ. მშვიდობიანი ღამე ყველას, გაიხარეთ. ასევე თქვენ ყველა დალოცილები ყოფილიყავით, მეგობრებო და
დაგემშვიდობებით ეხლა უღმესი მადლობა ყველას. შევეცდები ავტვირთო ამ საღამოსვე YouTube-ზე. შევეცდები მეგობრებო. აბა დროებით. მადლობა ყველას. რა თქმა უნდა. დოჩი დაიგვიანე დღეს. 3-იანი დაგიწეროთ 5-იანი არ ვიცი. ყოფაქცევაში. დოჩი. ახლა უნდა დავაწესო ქულები. ამინ, კეთი. 4-იანია. დავითმაც ვერ გაგიმეტა. ვეცდები მეგობრებო, ვეცდები. გამსროგი. არა, მაგას არ ვაპირებთ. მოკლედ, გავიქეცი მეგობრებო. მშვიდობიანი ღამე ყველას, აბა დროებით.